მოგესალმებით, ჩემო საყვარელო. იმედია, წინა ვიდეო ნახე, ვიდეო გაკვეთილი, რომელიც იყო ერთობლიობაზე და ახლა მინდა რამდენიმე პატარა დავალება შემოგთავაზოთ და ნახოთ როგორ გამცემთ პასუხს. პასუხი შეგიძლია დედიკოს დახმარებით ან ნებისმიერი სხვა ოჯახის წევრის უფროსის დახმარებით დაწერო კომენტარებში პასუხი. იმედია ყველაფერს კარგად გაართმევ თავს. აბა მოდი დავიწყოთ. ეს დავალება ასეთია. რა ნაწილებად არის დაყოფილი ჩარჩოში, აი ჩარჩო ეს არის, ხო? თითოეულ ნახატზე ერთობლიობა დაარქვის სახელი ამ ნაწილებს. აი ამ ჩარჩოში, ნახეთ, აი ამ ჩარჩოში რამდენ ერთობლიობას ხედავთ? როგორც ხედავთ, ერთობლიობა აი წყვეტილი ხაზით არის შემოსაზღვრული. რამდენ ერთობლიობას ხედავ? აბა დააკვირდი კარგად. ეს ერთი ერთობლიობა, ესეც მეორე ერთობლიობა. რა თქმა უნდა, იმედია სწორად გაიცი პასუხი. ახლა ჩემო ძვირფასო, დააკვირდი შემადგენელ ელემენტებს, ერთობლიობის შემადგენელ ელემენტებს. აქ არის ვეფხვი, ციყვი, კურდღელი და მელაკუნდა, ხო? ახლა დავაკვირდეთ მეორე ერთობლიობას. აქ რას ვხედავთ? აბა ჩემთან ერთად გაიმეორე. ძაღლი, რა თქმა უნდა, ცხენი, ძროხა და ცხვარი. რა ნიშნით შეიძლება დავარქვათ ერთობლიობას სათითაოდ სახელი ამ ერთობლიობებს? პირველ ერთობლიობას რა დავარქვათ? მეორე ერთობლიობას. ფაქტია, რომ ორივე არის ცხოველები, ხო? ორივე ცხოველებია. მაშინ რითი განვასხვაოთ ეს ერთობლიობა? აბა თუ იცი, აბა ძალიან გამიხარდება თუ გასცემ პასუხს. ვიფიქროთ? რა თქმა უნდა, პირველი ერთობლიობა ეს არის გარეული ცხოველები, მეორე ერთობლიობა ეს არის შინაური ცხოველები. პირველ ერთობლიობის ელემენტები არის გარეული ცხოველები, ხოლო მეორე ერთობლიობის ელემენტები არის შინაური ცხოველები. მე მგონი არ იყო ძნელი. მე მგონი ნამდვილად არ იყო ძნელი და მე იმედი მაქვს, რომ ჩემთან ერთად შენც გაეცი პასუხი აი ამ შეკითხვას. რა იყო შეკითხვა? რა ნაწილებად არის დაყოფილი ჩარჩოში თითოეულ ნახატზე ერთობლიობა? დაარქვის სახელი ამ ნაწილებს. გარეული ცხოველების ერთობლიობა, ეს კიდევ შინაური ცხოველების ერთობლიობა. მე მგონი ეს ყველაფერი გასაგებია. ახლა კიდევ პატარა შეკითხვას შემოგთავაზებ და იმედია სწორად გასცემ პასუხს. კარგად დააკვირდი ახლა შემდეგ დავალებას. აქ გვაქვს რამდენიმე სხვადასხვა სახის ფიგურები გაფენილი ეკრანზე და შენ უნდა გამოარჩიო დაყო ისინი გროვებად, ანუ ერთობლიობებად და დავარქვათ თითოეულ ერთობლიობას სახელი. შენ წინაშეა ფიგურები, ნახეთ, ფიგურები, ერთი სახეობა, მეორე სახეობა, მესამე სახეობა. სამი სახეობის ფიგურები. წითელი ფერის ფიგურებს რა დავარქვათ? რა თქმა უნდა, წრეები. ყვითელი ფერის ფიგურებს ვარსკვლავები. აი ეს იასამნისფერი ფიგურები დავარქვათ მოდი ისრები.
ეხლა ესენი ფერითაც, ფორმითაც, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად ეხლა ეს შემოვსავსღროთ, შემოვხაზოთ, დავყოთ ცალკე ერთობლიობებად, როგორც წინა ნახატზე გვქონდა შემოსაზღვრული და ახლაც ასე გავაკეთოთ. აბა შევეცადოთ ეხლა რომ ლამაზად გამოგვივიდეს, ხო? იმიტომ რომ მე თქვენ მსგავსი დავალება უნდა ჩახატოთ საშინაო დავალების რვეულში და უნდა გავაკეთოთ. მაშინ ასე გამოვყოთ ცალკე წრეების ერთობლიობა და აი ასე ვაკეთებ. გვერდსავუვლი სხვა ელემენტს აი ასე. ეს არის წრეების ერთობლიობა. ახლა გამოვყოთ ცალკე ვარსკვლავების ერთობლიობა. შემიძლია სხვა ფერის კონტური ავიღო და აი ასე გავაკეთო. ახლა დამჭა გამოსაყოფი ცალკე კონტურით ისრების ერთობლიობა ჩემოკარგებო. აბა ჩემთან ერთად აი ასე. ნახეთ. როგორც მჭირდება ისე გავივლი გზას. ნახეთ, აი ასე. მივიღეთ 3 ერთობლიობა. პირველი წრეების ერთობლიობა, მეორე ვარსკვლავების ერთობლიობა და მესამე ისრების ერთობლიობა. ახლა თქვენი დავალება რაში მდგომარეობს? საშინაო დავალების რვეულში შეგიძლიათ ფერადი ფანქრებით თქვენთვის სასურველი ფიგურები დახაზოთ, დახატოთ. არანაირი სახაზავი არ გჭირდება. აი გამოვიყენოთ რვეულის ხაზები. ზოგი შეიძლება დიდიც იყოს. რა ქვია ამ ფიგურებს ბავშვებო? რა თქმა უნდა, ოთხკუთხედი კი ბატონო. აი ასე გავაკეთოთ. ან შეგიძლიათ დახატოს სულაც ყვავილი. როგორც გეხერხება. აი ასე. სხვა ფერი შეგვიძლია ავიღოთ, ხო? ცოტა ლამაზი გამოვიდეს, ხო? აი ასე. შეგვიძლია დავხატოთ, დავუშვათ პეპლები, ხო? მიცით პეპლის დახატვა? მე მგონია, რომ გეცოდინებათ, ავიღოთ აბა რაღაც სხვა ფერი და დავხატოთ პეპელა, აი დაახლოებით, აი ასე. მე შეიძლება ჩემზე კარგათაც გამოგივიდეთ. აი შეგიძლიათ დედიკოები, მამიკოები, რა ვიცი, ბებია დაიხმაროთ, ვინც გეხმარებათ. ძალიან ლამაზათაც გამოგივიდეთ დახატვა, ხო? აი ასე. კი ბატონო და შეიძლება აი აქაც იყოს ერთი პეპელა, ჩვენ თავარია საზღვარი, აი ეს კონტური რაც წეღარ გავაკეთეთ. აი მოვატაროთ ისე რომ ერთ არეალში მოვაქციოთ აი იმ კონტურში, რასაც შემოვავლებთ საზღვარივით, აი მოექცეს ერთი სახეობა. ჯერ წერა არ ვიცით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ ჩვენით ერთობლიობა სახელები, მაგალითად ოთხკუთხედების ერთობლიობა, ყვავილების ერთობლიობა, პეპლების ერთობლიობა და აი ასეთი ტიპის დავალება უნდა გავაკეთოთ სახში. იმედია ცოტა სახალისოც იქნება თქვენთვის, არ გაგიჭირდებათ და ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს. ეს რაც შეეხება ერთობლიობას. კარგით, ახლა ცოტა შესვენების მიზნით მოდით ცოტა სხვა სახის სახალისო დავალება წარმოგიდგინოთ, გავაკეთოთ და შემდეგ ასე დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი. თქვენ წინაშე ასეთი ნახატია. აქეთ გოგონა არის, გოგონები და აქეთ გედები არის დაფრინავენ ჰაერში. გედი წეროები, უკაცრავად წეროები არიან. ხო და ეს ისრები არის ჩვენ სახელმძღვანელოშიც გქონდა ასეთი ისრები, ეს ისრები არის მიმართულების განსაზღვრელი. როგორ მოძრაობენ?
დიახ, აი ეს გოგონა მოძრაობას იწყებს აქედან, ხო? მაგრამ ნახეთ, როგორი ის არია, ესე იგი ეს ნიშანი გვიჩვენებს, რომ მოდის აქეთ. აი აქ წამოვიდა. შემდეგ მოდის ქვევით. მეორე ნაბიჯიც ქვევით. აი ჩამოვიდა აქ. მესამე ნაბიჯიც, ნახეთ, მესამე ნაბიჯიც ქვევით. აი აქ ჩამოვიდა. შემდეგ გადის მარცხნივ, გავიდა მარცხნივ. შემდეგ ისევ ქვევით ჩამოვიდა და ორი ნაბიჯი მარჯვნივ. 1 და 2. და სად მივიდა გოგონა? რასთან მივიდა? ღუმელთან. გოგონა მივიდა ღუმელთან. როგორ მივიყვანეთ გოგონა ღუმელთან? აი ეს ის არის მანიშნებელი, მაჩვენებელი გზის მაჩვენებელი ისრები. ამის დახმარებით მივხვდით რა გზა გაიარა. აბა ეხლა ეს წავშალოთ ჩვენ. წავშალოთ და თავიდან გავაკეთოთ. რა გზა გაიარა აი გოგონა. ესე იგი მიდის მარჯვნივ, 1 ნაბიჯი მარჯვნივ, 1, 2, 3 ნაბიჯი ქვევით, 1 ნაბიჯი მარცხნივ, მერე 1 ნაბიჯი ქვევით და 2 ნაბიჯი მარჯვნივ. აბა დავიწყოთ. პირველი ნაბიჯი არის მარჯვნივ. მერე 3 ნაბიჯი ქვევით. 1, 2, 3. უჯრებს ვთვლი, ხო? 1 ნაბიჯი მარცხნივ. აი ამის სარზეა საუბარი, მარცხნივ წამოვედით. მერე 1 ნაბიჯი ქვევით. წამოვიდა ქვევით და 2 ნაბიჯი მარჯვნივ. 1 უჯრა, 2 უჯრა და მოვიდა დანიშნულების ადგილზე, ეს არის ღუმელი. აი ახლა თქვენი დავალება კიდე რაშია სახალისოთ, რომ აი წეროები იწყებენ აქედან მოძრაობას. ამ ისრების დახმარებით 2 ნაბიჯი მარჯვნივ, 1, 2 და შემდეგ 3 ქვევით, შემდეგ 1 ნაბიჯი მარჯვნივ, ისევ ქვევით და მერე მარცხნივ. როგორ ვრასთან მივა წერო? ღუმელთან მივა თუ ვაშლის ხესთან და როგორ მივა ვაშლის ხესთან წერო? აი ეს უნდა ცოტა ვითამაშოთ. ახლა დაგემშვიდობებით. იმედია არ გადაგღალე და ცოტა სახალისო იყო დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი. მე მჯერა რომ ყველაფერს ძალიან კარგად გაართმევდი თავს. აბა მომავალ შეხვედრამდე.